სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. დღევანდელ დღეს დიდმარხვის მეორე კვირიაკეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას ხსენებით. ამ წმინდანს ეკლესია ორჯერ მოიხსენიებს, ერთხელ 27 ნოემბერს ახალი სტილითან 14 ნოემბერს საეკლესიო სტილით, ერთი დიდმარხვის მეორე კვირიაკეს მოძრავი დღესასწაულია. რატომ ამხელა პატივი ამ წმინდანს ეკლესიაში და ჩვენ ვიცით რომ ძალიან მცირე წმინდანები არიან, ვინც რამოდენიმეჯერ მოიხსენება ეკლესიაში. მისი დამსახურება და ეკლესიის წინაშე მდგომარეობს ძირითადად იმაში, რომ ამ მთელი თავის შეგნებული ცხოვრება ლათინო პაპისტების ხილებას და მათი რუსწარწმუნოების წარმოჩინებას შეწირა. შეწირა იმიტომ, რომ წმინდა გრიგოლ პალამა ამის გამო იყო დაჭერილი იჟდა ციხეში. წარმოიდგინეთ, ლათინურად მოაზროვნე სამწუხაროდ პატრიარქის გამო განკვეთილიც იყო რაღაცა პერიოდი ეკლესიიდან, მაგრამ შემდგომ დედა ეკლესიამ იგი აიყვანა, დააბრუნა პირვანდელ პატივში დიდებაში და უფრო მეტიც თესალონიკის მიტროპოლიტად აკუთხა იგი და ბოლოში იგი აღესრულა როგორც თესალონიკის მიტროპოლიტი. წმინდა გრიგოლი ცხოვრობდა მე-13-მე-14 საუკუნეებში. ეს არის ბიზანტიის იმპერიის ბოლო წლები, როდესაც თავისი ცოდვების გამო ბიზანტია იქამდე მივიდა, რომ აქამდე ძლევამოსილი და მსოფლიოს სახელმწიფო რაღაცა პატარა ქვეყანად გადარჩა. თურქეთის, მცირე აზიის ნახევარკუნძულის ნახევარი თუ ეჭირა და ოსმალები უბრალოდ ავიწროებენ მას და ძალიან მძიმე დღეშია ბიზანტია ჩავარდნილი. მიზეზი ამის არის ამპარტაუნება პირველ რიგში, რაც სამწუხაროდ ესე ახასიათებდათ მას და მეორე მიდრეკა რუს სწავლებებისადმი. ღმერთის ღალატი და სასვება არა ღმერთზე, არამედ ამასოფლის ძლიერებს. აი ამის გამო ბიზანტია ესე დღეში ჩავარდა. გრიგოლ პალამა გაჩნდა 1297 წელს დაიბადა მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, მაგრამ შემდგომ ეს ადგილი სადაც იგი იშვა ოსმალების ხელში აღმოჩნდა და ამის გამო ოჯახი გადასახლდა კონსტანტინოპოლში, სამეფო კართან დაახლოვდა. მისი მამა დიდ თანამდებობაზე იქნა აყვანილი სამეფის მიერ. წმინდა გრიგოლიც სამეფო კარზე იზრდებოდა, მიიღო იმ დროსათვის ბრწყინვალე განათლება, მაგრამ ემზადებდნენ მას დიდებულ საერო კარიერას, ფუფუნებას, პატივს, დიდებას, მაგრამ წმინდა გრიგოლმა ეს ყველაფერი მიატოვა და 20 წლის ასაკში ათონის მთაზე წავიდა ფარულად, იქ აღიკვეცა შემონაზრდა. შემდეგ სხვადასხვა მონასტრებში ცხოვრობდა, სხვადასხვა სკიტებში ცხოვრობდა და ცხოვრობდა ესეთი ბერული ცხოვრები და მისი მთავარი საყვარელი საქმიანობა ეს იყო ლოცვა, გალობა, მსახურება და ღმერთმა ამის გამო მას ღვთისმეტყველების ნიჭი მივმადლა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გამოეცხადა პირდაპირ ხილულად და აკურთხა მისი ცხოვრება, საქმიანობა და გრიგოლ პალამა ამის შემდეგ მოკლედ ხვდები მის ისტორიას, იმიტომ რომ სხვა რამეზე მინდა მისი თქვენი ყურადღება შევაჩერო, მისი ცხოვრების სხვა დეტალებზე და სხვა კუთხით შევხედო ყველაფერ ამას. ამის შემდეგ წმინდა გრიგოლი დაუპირისპირდა კონსტანტინოპოლში იტალიიდან, კერძოდ კალაბრიიდან ჩამოსულ ბერს ვარლამს, რომელიც ჩამოვიდა საბერძნეთში და თავს ასახებდა მართლმადიდებლად. მე მინდა შეგახსენოთ, რომ იტალიის სამხრეთი კალაბრია იცით რომელი ნაწილია? იტალია ხო ჩექმას აგავს, აი ცხვირი როა, ცხვირი. კუსლი კი არა, ცხვირი, ეს არის კალაბრია. მე მინდა გითხრათ, რომ სამხრეთი იტალია მე-13 საუკუნის ჩათვლით და მე-14 საუკუნისშიც ფაქტიურად იყო მართლმადიდებლური. ჩვენ გახსოვთ, სკოლაში გვასწავლეს რომის საღვთო იმპერია, გახსოვთ ეს საზღვრები თუ გახსოვთ რომის ქვეშ მცირედი თუ ვრცელდებოდა რომის პაპის ძალაუფლება, სამაგიეროდ რომის პაპი ითვლებოდა გერმანელთა მეფედ, შვეიცარია, ავსტრია და ესე რომის საღვთო იმპერია ერქვა, მაგრამ სამხრეთ იტალიას ვერ აკონტროლებდა. რატო? იმიტომ რომ იქ იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები. აი როდესაც წმინდა ნიკოლოზის ნაწილები გაიტაცეს, გახსოვთ ბარში რომ გაიტაცეს, ბარში რატომ მიიტაცეს, რატო დღესასწაულობთ ჩვენ? ბარი იყო მართლმადიდებლური მე-14 საუკუნიდან. წმინდა ნიკოლოზი გადაურჩა იმ დროს სელჩუკების შეურაცხყოფას და ნაწილების დაკარგვას მისი საფლავიდან, როდესაც გადაიტანეს, თუმცა არასწორად მოხდა ეს, ახლა ამაზე არ გავჩერდები, მაგრამ სამხრეთი იტალია ითვლებოდა მართლმადიდებლურად და ეს ბერი ვარლამი იტალიიდან ჩამოვიდა საბერძნეთში, ვითომ მართლმადიდებელი სინამდვილეში
ეს იყო ცხრის ტყავში გადაცმული მგელი, რომელიც იყო კათოლიკე, ფარული და მართლმადიდ და განუგანათლებულესი კაცი აწყობდა საჯარო ლექციებს, ყველა უსმენდა, ტაშს უკრავდა, პირგაღებულები უსმენდნენ და ნელ-ნელა დაიწყო შეყარება მართლმადიდებლობის გმობისა. კერძოდ, მან დაიწყო საუბარი, თავიდან დაიწყო საუბარი იესო ქრისტეს თაბორის ნათელზე და ამბობდა ეს ნათელი ქმნილია და ეს არ არის ღვთაებრივი ნათელი და ბოლო შემოუაპარა ნელ-ნელა იქ დაიწყო მე ათონელი ბერების დაცინვა. ეს ახასიათებთ ეკლესიის მტრებს ბერების დაცინვა. ეს არის მათი მთავარი საქმიანობა, იმიტომ რომ ბერობა ეს არის სული და გული ეკლესიის. ეს არის ხერხემალი ეკლესიის. ამიტომ ბერებს თუ შეურაცხყოფას მიაყენებ, უკვე ადვილია ეკლესიასთან ბრძოლა და ესე დაიწყო. და წმინდა გრიგოლი შეეპასუხა მას თავისი ქადაგებებით, გასცა ესე დამაჯერებელი პასუხი მთელი ათონის მთის სახელით, ეს ძალიან დიდი პატივია, როდესაც ათონის და შენ გაძლევს ამხელა მანდატს, რომ მათი სახელით ილაპარაკო, დაადუმა, გააჩება რა ვარლამი, თუმცა შემდეგ გრიგოლ პალამა ეს საჯარო კამათები მიდიოდა აია სოფიის ტაძარში, წარმოიდგინეთ. მთელი სინოდი ესწრებოდა, უამრავი ხალხი ესწრებოდა და მანამდე ვარლამით მონუსხულები ამ როგორც გითხარით, სულიერი მგელი იყო ის მოსული ეკლესიაში შემოპარული მართლმადიდებლობის სახელით, მონუსხულები რო ხედავდნენ მის უსუსურ პასუხებს და წმინდა გრიგოლის და მართლმადიდებლობის გამარჯვებას გახარებულები ადიდებდნენ ღმერთს, წმინდა ეკლესიას და უდიდესი პატივით იყვნენ განსჭოლილი წმინდა გრიგოლისადმი. მაგრამ მოხდა ისე, რომ პატრიარქ მეგი, რომელიც ასევე ფარული კათოლიკე იყო, ვარლამთა შეკრული იყო, ამან დაღუპა ბიზანტია. წმინდა გრიგოლი განაყენებლობიდან განკვეთა ეკლესიიდან ციხეშიც კი ჩასვეს წმინდა გრიგოლი 3 წელი ციხეში და შემდეგ მოხდა ისე, რომ როგორც გითხეთ, ის განთავისუფლდა და თესალონიკის მიტროპოლიტად დაასხეს ხელი. ეხლა რატომ არიან კათოლიკები არასწორნი და რატომ ირჯებოდა წმინდა მამა და ეკლესიისთვის რატომ იყო სასიცოცხლო მათთან საუბარი და მათზე გამარჯვება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ლათინო პაპისტები 1054 წლამდე რომის ეკლესია იყო მართლმადიდებლური ეკლესია. 1054 წლამდე კათოლიკეთა წმინდანები ჩვენ წმინდანებიც არიან. მეცაც გეტყვით, იყო შემთხვევები ეკლესიაში, როდესაც მართლმადიდებლური სარწმუნება თითქმის აღარ მოიპოვებოდა, მაგალითად მაქსიმე აღსარებლის დროს კონსტანტინოპოლის ეკლესიაში კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ანტიოხიის პატრიარქი, ალექსანდრიის პატრიარქი, ყველანი მონოთელიტები არიან და მხოლოდ რომის პაპი მარტინიანე წმინდა პაპი რომისა მე-6 საუკუნეში, მე-6-ში იცავდა ჭეშმარიტებას და ხშირად იყო, როდესაც რომი იცავდა ჭეშმარიტებას, მაგრამ მე-11 საუკუნეში ესე დიდ წვალებლობაში ჩავარდნენ, არასწორი სწავლის მიმდევრები გახდნენ, დედა ეკლესიაში ჩამოცილდნენ, ანუ ის ტოტი მოჭრეს, რომელიც ვაზის ტოტი მოჭრეს, როგორც ქრისტე იძახის, მე ვარ ვენახეო და თქვენ რტოებიო, რა ჟამს ვამრტოსო მოჭრითო, რტო გახმობას დაიწყებსო, აი ეს ტოტი მოჭრეს და დაიწყეს სულიერად გახმობა. და დღესავალი ესეც სავალალო მდგომარეობაში და რა მდგომარეობაში არიან, ამაში ბოლოში გეტყვით. ეხლა რა განსხვავებაა მართლმადიდებლებსა და ლათინო პაპისტებს შორის? ძალიან ხშირად ზოგი ფიქრობს ესე, რომ აი ჩვენ და კათოლიკები ყველაზე ახლოსა ვართ ერთმანეთთან. ესენი ფიქრობენ შემხედვარე პროტესტანტებისა, იაღვეველების შემხედვარე 50-იანელების, ბაპტისტების და საერთოდ პროტესტანტული სამყაროს შემხედვარე ფიქრობენ, რომ მათაც ჯვარი აქვთ, მათაც მღვდლები ყავთ, ამიტომ ჩვენ უფრო ახლოვთ ერთმანეთთან. წინამდვილეში ჩვენ და კათოლიკებს არაფერი საერთო არ აქვს. უბრალოდ კათოლიკებს არაფერი საერთო სახარებასთან აღარ აქვს. დღეს იმ დონეზე არიან მისულები. და რატო? წმინდა წერილში წერია, რომ და ჩვენ ვიძახით, რომ ღმერთი არის წმინდა სამება. არის მამა ღმერთი, არის ძე ღმერთი და არის სული წმინდა ღმერთი. არა სამი ღმერთი, არამედ ერთი არსობით და სამი პირებით. ანუ როგორ უნდა გავიგოთ ეს, როგორ შეიძლება სამი ერთი და ერთი სამი იყოს? წმინდა მამებს მოყავთ ამის მაგალითად მზის მაგალითი. ჩვენ არაერთხელ გვიტყვამთ და ეხლაც გავიმეორებთ. მზე შედგება სფეროსაგან, ცეცხლოვანი სფეროსაგან. რომელსაც არ აქვს არ დასაწყისი, არ აქვს არ დასასრული, შეკრული სფეროა. ეს შეიძლება სიმბოლურად კიდევ ვიმეორებ, შევადაროთ მამას. დაუსაბამოს, დაუსაწყის. მზიდან გამოდის სინათლე. ნათელი სოფლისა იესო ქრისტე სიმბოლურად და გამოდის სითბო. ესეც სიმბოლურად შეიძლება როგორც სულიწმიდა შევადაროთ. აი ახლა მაგალითად მზე ღრუბლებს ეფარებ, მაგრამ ჩვენ ვიზახთ მზე ანათებს, თუმცა მზეს ვერ ხედავთ.
ვიცახით რომ მზე გვათბობს ახლა, დათბა გაზაფხულია და გვათბობს. თუმცა მზეს ვერ ხედავ და მზე არ გვეხება დისკი. მაგრამ ჩვენ ხო არ მომოთ რომ სამი მზე არის. ერთია მზე და ესე სამი სახით გამოვლენილი. აი ესევე ღმერთი არ არის სამი, არამედ არის ერთ არსი, მამა, ძე და სულიწმინდა, ეს სამი ერთია. როგორც სახარებაში წერია, სამნი მოწმენდ ზეცაში, მამა, ძე და სულიწმინდა, ეს სამი ერთია. იოანეს ეპისტოლე პირველი თავის პირველი ეპისტოლეა, თუ არ ვთქვი მეხუთე თავის მეოცე თუ რაღაც მუხლები არის. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ამის მოძიება. სამნი მოწმენდ ზაზე, მამა, ძე და სულიწმინდა, ეს სამი ერთია. ეს წმინდა სამება ქმნიდა სამყაროს. როდესაც წერია სახარებაში, რომ თქვა ღმერთმა და გაჩნდა მზე, თქვა ღმერთმა და გაჩნდა მთვარე, ვარსკვლავები, წყალი, ხმელეთი, ცხოველები და ასე შემდეგ, თქმა რითი ხდება? სიტყვით. სიტყვა ღვთისა ვინ არის? იესო ქრისტე. ანუ სამყაროს რომ წერია, რომ თქვა ღმერთმა, მარტო მამა ღმერთი კი არ ქმნიდა სამყაროს. სამყაროს ქმნიდა მამა, სიტყვა, სიტყვით შეიქმნა ყველაფერი, ეს სიტყვა იესო ქრისტე და სულიწმინდა, რომელიც უკვე პირდაპირ წერია დასაწყისში ბიბლიის რომ სამნი არიან დასაბამინა ქნა ღმერთმაცა და მიწა და მიწა იყო უსახური და სული ღვთისა იძროდა მასზე. ანუ სულიწმინდა უკვე მოქმედებს, მამა და ძე და სულიწმინდა ქმნიან სამყაროს. ანუ მივხვდით ახლა რა შეასახმე. ამაში ყველა ვეთანხმებით ერთმანეთს, ყველა ქრისტიანები გარდა იეჰოვას მოწმენდების, რომელიც საერთოდ ქრისტიანები არ არიან, იმიტომ რომ ქრისტეს ღმერთობას უარყოფენ. ეს კიდე ცალკე თემაა. ეხლა ჩვენ მართლმადიდებლები სახარებაზე დაყრდნობით ვამბობთ და ამას ამბობთ ლათინო პაპისტები მე-11 საუკუნის ჩათვლით რომ მამა დაუსაბამო მამისაგან იშვება ძე როგორც ბზისაგან გამოდის სინათლე და მამისაგან გამოდის სულიწმინდა როგორც ბზისაგან გამოდის სიკვდილი. მაგრამ სამივეა თანაბარი დიდების, თანაბარი პატივის ღირსი. მამა მეტი არ არის ძეზე, ძე არ არის ნაკლები მამაზე და სულიწმინდა არ არის ნაკლები მამაზე. სამივეა თანასწორი, თანაბარი, ერთნაირი დიდების და პატივის მქონე. ეხლა რა დაუმატეს კათოლიკებმა ამას? მე-11 საუკუნეში კათოლიკებმა ამ დოგმატში შეიტვალეს ესეთი სწავლება, არასწორი და თქვეს რომ სულიწმინდა გამოდის ძისაგანაც. ერთი სიტყვა დაუმატეს. ერთი შეხედვით ამ ერთი სიტყვის დამატება არაფერს არ უნდა ცვლიდეს, მაგრამ ნახეთ რა მოხდა. ჩვენ თუ ლათინო პაპისტების არასწორ სწავლებას, ახალ მიღებულ სწავლებას დაუჯერებდა ამ სწავლებას, ქვია ფილუოკვე, ამ სახელით არის ცნობილი ეს დამატება. მაშინ გამოდის რომ თუ მამისაგან იშვება ძე და გამოდის სულიწმინდა, ძისაგან გამოდის სულიწმინდა, მაშინ გამოდის რომ მამა და ძე აღმატებული დიდებისანი და მოქმედებისანი ყოფილან და სულიწმინდა დამდაბლებული და დაკნინებული. ეს არის სულიწმინდის დამდაბლება და გმობა. სახარებაში წერია ყველა ცოდვა ეპატიება ადამიანს, სულიწმინდის გმობა არ ეპატიება არც აქ, არც იმ სოფელში. მეორე. თუ ჩვენ ვიტყვით რომ ლათინთა არასწორი სწავლების მიხედვით რომ მამისგან იშვება ძე და გამოდის სულიწმინდა, ასევე სულიწმინდა გამოდის ძისაგანაც, მაშინ გამოდის რომ სულიწმინდას ორი საწყისი ქონია. ერთი მამისგან იღებს სათავეს, მეორე ძისაგან. გამოდის რომ ორი სულიწმინდა ყოფილა და გამოდის რომ ყოფილა არა სამება, არამედ ოთხება. ეს საერთოდ ანტისახარებისეული სწავლება. ეს სახარების სწავლებაში არსად დაწერია ესეთი რამე. აი ამის გამო ლათინო პაპისტები, კათოლიკები და მათ პაპისტები თქვიათ, ეს უფრო სწორია მათ მიმართებაში ეს სახელი. არიან არასწორი სწავლების შემომტანი, მათი სწავლებით სულიწმინდა დაკნინდა, დამდაბლდა, დაიგმო და თან სახარებაში წერია. ვინც სხვა რამე იქადაგოს, რაც ამ წიგნში წერია, ის არავის სხვა რამეო, მისი სახელი ამოშლილი იქნას ცხოვრების წიგნიდანო, ამის გამო ლათინო პაპისტები გვევლინებიან სულიწმინდის გმობელებად და როგორც სახარებაში წერია და ყოვლად მოწყალე უფალი იესო ქრისტე იძახის, ისინი ამოშლილი იქნებიან სასუფეველის ზეციური ღვთაებრივი წიგნით. ეს არის კატასტროფა, რაც მოხდა დედამიწაზე. წმინდა იუსტინე პოპოვიჩი იძახის ესეთ რამეს, კაცობრიობამ სამი უდიდესი დაცემა იცისო. პირველი ეს იყო ადამის დაცემა, მეორე იუდასი და მეორე ლათინთა დაცემა. კათოლიკები დღეს იქამდე მივიდნენ, რომ რომის პაპი მიაჩნიათ წმინდანად, უცოდველ ადამიანად. კითხვა იბადება, რომელი რომის პაპია უცოდველი, ბალთაზარ ყოსა, წინა პაპი რო გადააყენეს, იმის წინა პაპი, რომელიც იძახდა, რომ ჩემი სამაგიდო წიგნი
არის წინა პაპი იძახდა რომ ჩემი სამაგიდო წიგნი არის მაჰატმა განდის წიგნი, არა სახარება, არამედ მაჰატმა განდი. კაცი ინდუსი იყო მრავალ ღმერთიურობის მიმდევარი. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. აი ამ სულიწმინდის გმობას ლათინო პაპისტებში მოყვა კატასტროფული შედეგები. პირველი, როდესაც სულიწმინდა დაიგმა რა არასწორად დაიწყეს მეტყველება, პირველი გამოვლინება ხე ნაყოფით შეიცვლება, ხო წერია, რაც არის ხე ნაყოფი ხე მზე მიხვდები რა არის ნაყოფი. აი მათი ნაყოფები რა იყო? პირველი ეს იყო ჯვაროსნული ლაშქრობები. ჯვაროსნულ ლაშქრობებს უბრალოდ რო წაიკითხავს კაცი, ისეთ რამებს აკეთებენ. ამას ქრისტიანი კი არა, საერთოდ ადამიანი არავინ არ უნდა აკეთებდეს ამას. და ეს ყველაფერი შენიღბული იყო ქრისტეს საფლავის განთავისუფლების მიზნით, შემდეგ ამაზეც გავჩერდებით ალბათ თუ მოვასწარეთ ახლა. და ინდულგენციები, ეს იყო ესე იგი ისეთი რამ შემოვიდა კათოლიკურ ეკლესიაში, ცოდვას თუ ჩაიდედი, ფულს გადაიხდიდი და გეპატიებოდა ცოდვა. რაც მიხრები იყო სპეციალური, რაც უფრო დიდი იყო ცოდვა, უფრო დიდი გადასახადი იყო. თქვათ, იქ წერია, თუ კაცს მოკლავ ღვინოში თუ დაახჭობ, ამდენ სოლიც გადაიხდი, თუ თქვათ, შემთხვევით თავში ჩაარტყავ, მოკლავ, ამდენს გადაიხდი გეპატიება ცოდვები, თუ თქვათ, შეგნებულად დაახჭობ, რაღაცა წამებით მოკლავ, ამდენს გადაიხდი და ასე შემდეგ მიხრები იყო წარმოიდგინე. უბრალოდ ის ხალხი იყო საცუდა, ვისაც ფული არ ქონდა. ჯვაროსნული ლაშქრობები გითხარით. და ინკვიზიცია. იესო ქრისტეს სახელით, წმინდა სამების სახელით კათოლიკებმა ევროპაში დაანთეს ადამიანებისაგან ცეცხლი. აი შეშას ხო, შეშის ცეცხლის ასადება შეშას ხო ხარ, ეს ადამიანებს ხარობთ. წარმოიდგინეთ, საზარელი გრავიურები, მათი უამრავი სურათებიც არის და ჩანახატებიც არის. როდესაც სამი კაცი ასამართლებდა ადამიანს, ეთყოდა ეს კაცი ჯადოქარი, მიაბავდნენ, გამოუტანდნენ განაჩენს ცეცხლზე ცოცხლად დაწვა, მიაბავდნენ სვეტზე, ბოძზე, ქვეშ შეულაგებდნენ ხმელშეშას, დაასხავდნენ ნავსა რაღაცას, ზეთს, აალებული იყო სწრაფად, წაუკიდებდნენ ცეცხლს და წარმოიდგინეთ, კაცი რო ცეცხლში იწვის თან დაბმული. შეგიძლია წარმოიდგინოთ რა დღეში ჩავარდება ადამიანი? ალბათ მისი კივილი სადამდე წავა. ალბათ თაცვდებოდა მათი კივილი და ამ დროს დაჩოქილი მღვდლები კითხულობდნენ სულის გასვლის ლოცვებს. რა ქვია ამას მითხარით? ეს არის დაცინვა საერთოდ ადამიანის. ღვთის ხატების და მსგავსების და ეს ხალხი დღეს ჩვენ გვასწავლის თურმე როგორ ტოლერანტები უნდა ვიყოთ. მსგავსი რამე მართლმადიდებლებს არ ჩაუდენი არასოდეს. გამორიცხული ესეთი რამე. თან ყველაზე მთავარი შეიძლება ვინმე პიროვნებას გაეკეთებინოს მართლმადიდებელს ესეთი რამე, მაგრამ არა ეკლესიას და კათოლიკები ეკლესია აკეთებდა ამას. ჭყალებში ეკლესია. შედეგი მიზეზი რა იყო ამის? სულიწმინდის გმობა, რომელიც მან შემოიტანეს სახარებაში და თავდაყირა დააყენეს სახარება. ბიზანტიის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ბიზანტიამ აი როდესაც ეს სწავლება შემოვიდა ბიზანტიაში, გრიგოლ პალამა წინააღმდგა ამას ყველაფერს. ამის წინააღმდეგი იყო. ამ ხელდან ვარლანს, სრულ მოძღვარს, ვითომ მართლმადიდებელს, სინამდვილეში ლათინო პაპისტს და მთელი ცხოვრება იყო ამის წინააღმდეგ ბრძოლა. ხო ეხლა კიდე ერთ ჩავამატებ. ეხლა შეიძლება ვინმე თქვას კი, მაგრამ ნახეთ შუა საუკუნეების ევროპული კულტურა, როგორია რენესანსი. კი ბატონო, ადამიანურად უმაღლესი მწვერვალის, ადამიანური აზროვნების, კულტურის მიღწევების. მაგრამ რა ქვია რენესანსი? რას ნიშნავს რენესანსი სიტყვა? აღორძინებას. რის აღორძინებას? წარმართობის. რენესანსი ეს არის წარმართობის აღორძინება. და ნახეთ, აი ეს ნახატები, ფერწერა რაც არის. წმინდანები როგორ არიან გამოსა? შიშულები, ტიტულები. რატო? იმიტომ რომ წარმართულ რომში და საბერძნეთში ესე გამოისახებოდნენ გამოჩენილი პიროვნებები. აი მიქელანჯელოს დავითი, ეს არის შიშველი კაცი, დავით მეფსალმუნე. მისი ასლი არის მიმსგავსებული სპორტ სასახლის და ჯეჭაბუკირობის. ჩვენ ახლა დავით წინასწარმეტყველზე როგორ ლოცვით? ეს არის მოხუცი კაცი, გინახეთ წმინდა დავით მეფსალმუნის ხატი, ხო? წითური კაცი მეფის გვირგვინი ადგებს, ხელში ჩანგი უჭირავს და ამ ხატის წინაშე ლოცულობდა, თქოთ რომ წმინდაო მეფეო დავით მეფსალმუნე, როგორ შეგიყვარდა ლოცვა და გალობა მე შემაყვარეს. აი ამ ტიტველი კაცის წინაშე როგორ უნდა ილოცვა ამის? რა სიტყვები უნდა? კაცი დგას ტიტველი. და რა უნდა თქვა, რომ ლოცვა მასწავლეო? ეს იყო ტრაგედია, აიქამდე მივიდა ლათინო პაპისტური სარწმუნოება. კათოლიკობა აიქამდე დაეცა შუა საუკუნეებში. გასაგებია ეს შეიძლება
სამხატვრო ხელოვნება უმაღლესია, კუნთები გამოსახული, რაღაც ათლეტური აღნაგობა ასე შემდეგ, ასე შემდეგ. როდესაც წმინდა პეტრეს ტაძარი მოხატეს, მოციქულები დახატეს სულ შიშულები. რომის პაპი რო შევიდა თვალებზე ხელი აეფარა, კიო და ჩააცვითო ეს რა არის? ტიტულები იყვნენ მოციქულები დახატული. სიქსტის კაპელაზე გამოსახული რო არის, იქ ჯოჯოხეთის სულ წარმართული ღვთაებები არის გამოსახული. ანუ ეს არის რენესანსი, ეს არის აღორძინება, გასაგებია. მაგრამ წარმართობაა, ქრისტიანობასთან ამას არაფერი საერთო არ აქვს. ქრისტიანობა რა არის? ბიზანტიური ხაწერა. წადი დავით გარეშე და ნახე რა არის ქრისტიანული ფრესკები. და სულიერები. ანუ ეს იყო მიწიერი აქაური და ამან აი ამ სული წმინდის გმობამ დააცილა ლათინო პაპისტები ღმერთს და ეკანდა მიიყვანა. ამას ეწინააღმდეგებოდა გრიგოლი პალამა. გრიგოლ პალამა მიმხელა ღვაწლის შეიტანა რომ ბიზანტიის მან იოსოს ლოცვა შემოიღო მთელ ბიზანტიაში. მთელი ბიზანტია კონსტანტინოპოლი იძახდა იუფალო იესო ქრისტეო ძეო ღვთისაო შემიწყალი მეწოდილი აი ამ ლოცვას ამობდა ფსკილზე და ბიზანტიის დაცემა თითქმის 100 წლით გადაიდო. ღმერთმა შეისვინა ბიზანტი ერთ-ერთმა. შემდეგში როდესაც მარკოს ეფესელი მოვიდა, სამწუხაროდ ბიზანტიელებმა იგივე საშიშროების წინაშე დადგნენ კათოლიკეთა შემოსევის გამო, ბიზანტიელებმა უკვე ღმერთზე კი არ ქონათ მთელი რომის პაპზე დაამყარეს მთელი იმედი სამხედრო კავშირი დადეს იმის სანაცვლოდ რომ თვითონ მართლმადიდებლობას უარყოფდნენ და კათოლიკობაზე გადავიდოდნენ, ხელი მოაწერა ბიზანტიამ და თელმა სინოდმა კონსტანტინოპოლის 1452 წელს. ეს უკვე გრიგოლ პალამა შემდგომ ხდება აია სოფიის ტაძარში და მიიღეს კათოლიკობა. რომის პაპის მოხსენება დაიწყეს დიპტიხებში, წირვაზე, ლოცვაზე და ჩვეულებრივი წვალებლებთან ერთად დაიწყეს ლოცვა. 1452 წელს ეს გააკეთეს 12 დეკემბერს 1453 წლის 28 მაისს კონსტანტინოპოლის სტამბულად იქცა, დღესაც სტამბულია. იქამდე არიან მისულები სასულიერო პირები, რომ შემოსილი სიარულის უფლება არ აქვს. წარმოიდგენ იქაურ მიტროპოლიტებს. კოსტუმებში დადიან, სამოქალაქო ტანსაცმელში დადიან. აი სარწმუნოების ღალატ სადამდე მიყავს. არა მარტო პიროვნებები, არამედ ქვეყნები. ამიტომ დაეცა ბიზანტია. მანამდე ბიზანტიას ჰქონდა ეს განსაცდელები, მაგრამ ბიზანტიას, როდესაც ეს იყო ხაზარების შემოსევის დროს, ყივჩაღების შემოსევის დროს, მეორე მე-10 საუკუნე, მე-6 საუკუნეებში, მთელი ბიზანტია ღამისთოვის ლოცვებზე იდგა და ღმერთს ევედრებოდა შეწყალებას და ღვთისმშობელი იფარავდა ხოლმე. ეხლა კი სამწუხაროდ, როდესაც ბიზანტიელებმა რომის პაპის მოიმედები გახდნენ, სტამბულად აქციეს თავის დედაქალაქი და დღესაც სტამბულია. და ამას მე რა გადასახლება მოყვა ბერძნების და აყრა თავისი მიწებიდან და საბერძნეთში ეს ცალკე საუბრის თემა, ალბათ ამას ცალკე პროჭირდება. ანუ რისი თქმა მინდა სულიერ ღალატს ადამიანი არა მარტო პიროვნულ დეგრადაციამდე მიყავს, სახელმწიფოები ინგრევა. ერები ნადგურდება მთლიანად. აქვე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ ჯვაროსნულ ლაშქრობებზე საუბრობდით, ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო იმიტომ, რომ ქრისტეს საფლავზე თქვენიცი ცეცხლი გადმოდის აღდგომის ყოველ წინადღეს იულიუსის კალენდრით, მართლმადიდებლური კალენდრით, არაკათოლიკური ეკლესიის კალენდრით, რომელთაც ისინი დღეს და გრიგორიანული კალენდარი ქვია, რადგან პაპი გრიგოლის შემოტანილია და არა ამ კალენდრით, არამედ იულიუსის კალენდრით, ძველი საეკლესიო კალენდრით გამოთვლილი აღდგომა, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესია ითვლის, აი ამ გამოთვლებით დადგენილ აღდგომის წინადღეს ქრისტეს საფლავზე 40 დღიანი მარხვის შემდეგ გადმოდის ცეცხლი. ეს არის სასწაული, რომელიც აღესრულება ქრისტეს საფლავზე და როგორც წმინდა ეკლესია გვასწავლის, ეს არის ჩვენი ურწმუნოების გამო, რომ ღმერთმა გვანახოს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა. ერთადერთი ჭეშმარიტი სწორი სარწმუნოება ეს არის უცვლელი, რომელიც მოციქულთა დროიდან უცვლელად ჩვენ გვიყრია მხოლოდ მართლმადიდებლებს. ვინ როგორ ასრულებს ამას, ეს ცალკე საუბარია, მაგრამ სარწმუნოება სწორი ეს არის. ცეცხლი გადმოდის იულიუსის კალენდრით, მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში, მხოლოდ და მხოლოდ ბერძენი პატრიარქის ხელში. როდესაც კათოლიკებმა ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყეს, ხო და რა მოხდა, იცით, ეს ცეცხლი რომ გადმოდიოდა მე-10 საუკუნეში, მე-11 საუკუნის წინა პერიოდში, ესე იგი ისეთი დიდი მოსღვევება იყო მუსულმანების ამ ცეცხლის გადმოსვლაზე, რომ ცეცხლი რომ გადმოდიოდა ამ ჩირაღდნებს ანთებდა მიქონდათ მეჩეთებში, დამასკოში ჩაქონდათ.
უამრავი მუსულმანები ინათლებოდა და ამიტომ ალ-ხაკიმი იყო ესეთი სულთანი ეგვიპტის და დაანგრია ქრისტეს საფლავი 1010 წელს. ცეცხლი ნანგრევებზეც გადმოდიოდა წარმოიდგინე. და ჯვაროსნებმა გადაწყვიტეს ჩვენ ჯვაროსნულ ლაშქრობ უნდა მოვაწყოთ, გავანთავისუფლოთ ქრისტეს საფლავიო, თუმცა ეს საფლავი აშენდა 1048 წელს და ესე მახსოვს. და გადაწყვიტა ამ საფლავზე ბერძენი პატრიარქი ისევ ჯერ ნანგრევებზეც გადმოდიოდა ცეცხლი, პატრიარქი იღებდა კითხულობდა ლოცვას, ცეცხლი გადმოდიოდა კანდელი ინთებოდა. ნანგრევებზე. შემდეგ აშენდა ეს ტაძარი აღდგა და მართლმადიდებელი ბერძენი პატრიარქი ყოველთვის და ადრე ესე წესი იყო, ხე ცოტა სხვანაირად ხდება ეს. გარეთ იდგა ხოლმე და ლოცულობდა და შიგნით ცხოვრები ჰქონდა, როგორც ირკვევა ძველი ხელნაწერებიდან, ეხლა წიგნი უნდა გამოუშვათ, ამაზე ძალიან კაი წიგნია, ისეთი ფაქტები, რომ საქართველოში ეს არის უცნობი ფაქტები. რუსული ენიდან თარგმნით ეს წიგნი, თავისუფლად ბერძნულიდან ნათარგმნი და მთელი ხელნაწერებია შეგროვილი. და ესე იგი ბერძენი პატრიარქი ლოცულობდა და გადმოდიოდა ხოლმე ცეცხლი. როდესაც კათოლიკებმა აიღეს იერუსალიმი, ესეთი მეფე ყავდათ ბოლდუინი, პირველი მეფე იყო, რომელმაც იერუსალიმის სამეფოს პირველი მეფე იყო. 1099 წელს დაიწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა და 1100 წელს აიღეს. პირველი რაც გააკეთეს, გადააყენეს ბერძენი პატრიარქი და კათოლიკე კარდინალი, რომელსაც ერქვა დიამბერტი, დანიშნეს იერუსალიმის პატრიარქად და მას უნდა წაეკითხა ცეცხლის გადმოსვლის ლოცვა. ცეცხლის გადმოსვლა როგორ ხდება, იცით? ესე იგი დაახლოებით შაბათ შუადღისას გადმოდის. პირველიდან, ესე 2-დან 4 საათამდე. და აი ამ დროში გადმოდის. რო დაიწყო ამ კაცმა კითხვა, ცეცხლი არ გადმოვიდა. საღამომდე ლოცულობდნენ კათოლიკები, ცეცხლი არ გადმოვიდა. და უკვე რო წავიდნენ და აღდგომის წირვა რო დაიწყო და მართლმადიდებლებმა რო დაიწყოს ღამის 12 საათზე წირვა, მაშინ წამოვიდა ცეცხლი. მეორე წელს ეს ფაქტები არავინ არ იცის. ახალი ფაქტები საქართველოში არ იცის ყოველ შემთხვევაში. და პირდაპირ წყაროებია მითითებული, სადაც ამ წიგნს გამოუშვებთ ჩვენ. და მეორედ ესე იგი 1100 და ეს გამოვიდა ეს რომის კათოლიკე კარდინალი, ეს ეპისკოპოსი. და იცახდა რომ ჩვენო ისე ცუდად ვიქცევითო ჯვაროსნები, ამიტომ ღმერთმა ცეცხლი არ მოგცევა ჩვენო და იმას კი არ იზახდა რომ სარწმუნოება გვაქვს არასწორია, ჯვაროსნების მოგცევაზე კი არ იყო. ის ცალკე საკითხი იყო, ის მათი ხის ნაყოფი იყო ესეთი მოგცევა. თორე ფესვი რა იყო საფუძველი ამის, ის რომ ისინი არასწორი სარწმუნოების ხალხია. და მეორე წელს უკვე 1100 პირველ წელს ცეცხლი საერთოდ არ გადმოვიდა. და კიდე რო დაიწყო თავის მართლება, ამ მეფე ბოლდუინმა გადააყენა ეს კაცი და უთხრა გეყოფა ეხლა ლაპარაკიო, ხედავ ჩვენ ხელში აღარ გადმოდის ცეცხლიო და ისევ მართლმადიდებელი ბერძენი პატრიარქი დანიშნეს ცეცხლის მიმღებად. მე-13 საუკუნის ჩათვლით კათოლიკები ამას აღიარებდნენ ამ სასწაულს, დღეს ამას დაცინიან, აი არაფერს არ იძახიან, რატო არ იძახიან არ ვიცი. მთელი მსოფლიო აღიარებს მათ გარდა, იმიტომ რომ ეს არის მათი სამხელი. და ნახეთ როგორი სამხელია. ცეცხლი არ გადმოვა ანტიქრისტეს დროს 3 წელი. ეს იქნება ნიშანი რომ ანტიქრისტე დაждდა და მართავს სამყაროს. ბოლო 3 წელი ცეცხლი არ გადმოვა ანტიქრისტეს მართლობაში. აი კათოლიკების ხელში ცეცხლი არ გადმოვიდა. იმდენად არ არის სათნო ღვთისთვის ეს სარწმუნოება, რომ ეს არ მოხდა. ეხლა დღეს საერთოდ კატასტროფულ დღეში არის. მათი ტაძრები არის ცარიელი. ვინც ევროპაში ყოფილი, ჯერ საერთოდ ევროპაში რო ელაპარაკო ღმერთი არსებობს 10%-ს არ წამს. 10%-ს წამს ღმერთი არსებობს. და ის რო ელაპარაკო რომ მეორე მოსვლის შემდეგ კუტრები უნდა გაცოცხლდნენ. აღდგომა უნდა იყოს. ამის ლაპარაკო დაუწყო გეტყვი რომ შენ ახარ გიჟი და ხარ სამყურო. კათოლიკურმა ეკლესიამ მოკლა ქრისტიანობა ევროპაში. დღეს კათოლიკურ ეკლესიაში კაცი რო შევიდეს, კონცერტებს მართავ. სიმფონიურ კონცერტებს მართავ, რაღაცა იმას ბარებს აწყობენ, რომ ხალხი შევიდეს, რომ იქ რაღაცა გადასახადი შევიდეს, უნდა გადაიხადონ ფული. ამ ტაძარს ფულია გადასახდელი, ადგილი როცა არის. ტაძრებს ყიდიან. აქირა თუ ძალიან ძველი ტაძარი ახლა არ უნდა გააკეთეს, არ დაანგრევინებენ, ამიტომ სხვა რაღაცებად გადააკეთეს. ეს ცოცხალი ფაქტები ეს. უცხო რამეს კი არ ყოფილა. ამას ყველა მიხვდება ევროპაში როცავდეს. ვინც არ დამყო. და ამერიკაში სხვათა შორის. ქართველებმა იყიდეს ახლა კათოლიკებისგან უდიდესი ტაძარი პენსილვანიაში. ფულს ვერ იხდით. $50,000 იყიდეს, მანქანა $100,000. ჩვენ გვახსოვს
წინა რომის პაპი რაც იძახდა რომ ჩემიო სამაგიდო წიგნი არისო მაჰატმა განდის წიგნი. მაჰატმა განდი იყო ინდუსი. ინდუიზმის ერთ-ერთი მთავარი ღვთაება სილა ქვია. სიკვდილის ღმერთია, ქალი არის გამოსახული, 6 ხელი აქვს, მუხლები მოყრილი აქვს, როიცოდე როგორ გამოსახული სილას. ენაა გადმოგდებული ამ ქალს და თავზე კიდე ადამიანის ჩონჩხი. და მის წინაშე კლავენ თხებს და ასხავენ სისხლს არის. აი ეს ყოფილა მისი სამაგიდო წიგნი. წარმოვიდგინეთ. და ეს ეხლა დელ რომის პაპი იძახი საერთოდ ფრინავითებს შემეცხადებიან და უცხო პლანეტას ველაპარაკებენ. წარმოიდგინეთ. მართლმადიდებლური სწავლებით ფრინავითებში და უცხო პლანეტები არის დემონები. და ვისაც ამათან ურთიერთობა ჭუიდან გადადიან. ამაზე ალბათ ორი კვირის შემდეგ ამაზე ვილაპარაკებთ, ასტროლოგიაზე და ამაზე ცალკე გვექნება საუბარი. დღეს კათოლიკები იქამდე მივიდნენ, რომ აწყობენ პოდიუმებს, მონაზნებს. მართალია მონაზნები არ იხდიან, მაგრამ გაილი გამოვიდნენ და შეხედავენ რომელი უფრო ლამაზია. წარმოიდგინეთ მონაზონი რომელი უფრო ლამაზია. ეს რასაც გეუბნებით უცხო კი არა, ინტერნეტშიც ნახვა ამას და გაზეთში წერია ყველგან. რომის პაპი იძახდა იოანე პავლე რო იყო მეორე ფეხბურთი უყარდა და რაული უყარდა ფეხბურთელი. და პირდაპირ ეწერა გაზეთში, იქიდან მიწია, საიდან მიწია. 7 ნომრის მაისური ჩაიცოდა, ესე ჩაატარა მესა რაულის საპატივცემულო. აი აქამდე მივიდა ეს ხალხი, რატომ ისეთი რა არის ამ სული წმინდის გმობა, რომელიც მათ მე-11 საუკუნეში დაიწყეს. აი ამით დამთავრდა ყველაფერი. დღეს რაღაცა ტაძრებია, სადაც ძაღლების შეყვანა შეიძლება და იქ ერთმანეთს ახორციელებენ თუ რა შობენ არ ვიცი. მე ამ ეს ადამიანები ნამდვილად მეცოდება, ყველა ადამიანი, ვისაც ღმერთთან მისვლა უნდა, ჩვენ მართლმადიდებლები ნიშნის მოგებით კი არ ველაპარაკებით მან. ეს ნიშნის მოგებით საუბარი კი არ არის. მე მინდა ამ ხალხს, ვისაც იესო ქრისტემდე მისვლა უნდა, უთხრათ, რომ კათოლიკობით ქრისტემდე ვერ მიხვალ. აი აქამდე მიხვალთ, რაც ჩამოვთვალეთ. თუ ქრისტიანობა გინდათ, უნდა დაუბრუნდეთ მოციქულთა სწავლებას, რომელიც არის მართალი სწავლება, რომელიც პირველ საუკუნეში იქადაგეს მოციქულები და არავის არ შეუცვლია. და ამ ეკლესიის ამ სწავლების წიაღშია მხოლოდ ცხონება და გადარჩენა, სამოთხეში მოხვედრა, მხოლოდ ამით შეიძლება. ამის ხილული მაგალითებია ცეცხლის გადმოსვლა იერუსალიმში და უამრავი სხვა მაგალითები სასწაულები რაც აღესრულება. ღმერთმა წმინდა გრიგოლ პალამას აი ესეთი დიდი ღვაწლის გამო ეს ადამიანი წმინდანად შერაცხა ეკლესია და ღმერთმა წმინდა გრიგოლ პალამას ულოდები ჩვენი ქვეყანა დაიფაროს. ჩვენი საწმუნოება დაიფაროს. გრიგოლ პალამა იყო უგანათლებულესი ადამიანი. დღეს ფიქრობენ, ესე გთვლიან, რომ მართლმადიდებლები ჩვენად ბნელები, გაუნათლებლები ორი წიგნი არ აქვს წაკითხვა. გადახედონ მათ გრიგოლ პალამას ნაწერებს და თუ ვინმე არის მსგავსი, მერე ვისაუბრებ. და არა მარტო გრიგოლ პალამა, უამრავი წმინდა მამები არის. ენციკლოპედიური განათლება ჰქონდათ მამის, ისეთი მამები იყო. ღმერთმა წმინდა გრიგოლ პალამას ულოცობით ჩვენი ქვეყანა დაიფაროს, ჩვენი ეკლესია დაიფაროს და ჩვენი ერი დაიფაროს. და სიყვარული მიცეს მართალი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, რომლითაც შეიძლება ცხონება. ღმერთმა გაკურთხოს და ღმერთმა დაგვეცეს.